კელების არ ყოფილა და არ იქნება. ამის ილუზია ნურავის თუ გექნება. გიორგი თარგამაძემ ერთი დღე ავტომობილების მრეცხავის ამპლუა მოირგო. დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ჩუღურეთის რაიონში მდებარე ავტოსერვისის თანამშრომლებს მოქალაქეების მომსახურებაში ეხმარებოდა. გიორგი თარგამაძემ ჩუღურეთელებს მისი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია წარუდგინა. დღესვე უხარისხო კომუნალური მომსახურება გააპროტესტეს ქრისტიან-დემოკრატებმა გლდანში. გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ. ეს არის დიდი პრობლემა ქართული ბიზნესისთვის. მათ უწევთ კუბურ მეტრზე გაზრდილი, გაუთხმაგებული ფაქტიურად გადასახადის გადახდა გაუთხმაგებული წყლის საფასური და დაუბალანსებელი კომუნალური გადასახადები. გიორგი თარგამაძემ ერთი დღით ავტომობილების მრეცხავის ამპლუა მოირგო და ამ პრობლემებზე ჩუღურეთის რაიონში ავტოსამრეცხაოში დასაქმებულ ადამიანს გაესაუბრა. ავტომობილების მრეცხავის თვიური ანაზღაურება ამჟამად 300 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმს მცირედით აღემატება. დასაქმებულის თქმით, ხელფასის სიმცირე მაღალი კომუნალური გადასახადებიდან გამომდინარეობს. ამ პრობლემის გადაჭრას კი რაიონის მაცხოვრებლებს ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია პირდება. თავად ესეთი სამრეცხავების მფლობელებს უწევთ ძალიან დიდი თანხის გადახდა წყლის ფასის, ელექტროენერგიის და გაზის. ამიტომ სამართლიანი ტარიფები, კომუნალური გადასახადების გაიაფება, მათ შორის არა მხოლოდ ჩვეულებრივი ოჯახებისათვის, ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის, არამედ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისეთი როგორც არის სამრეცხაო, სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა იმისთვის, რომ ქვეყანაში მცირე მეწარმეობა განვითარდეს. ჩვენი პროგრამა იქნება მინიმუმ განახევრება ამ ტარიფების, რაც ხელს ეს რა თქმა უნდა თიმეთ კისერზე აწევს ჩვენ მოსახლეობას, ეს პირველ რიგში და ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სამართლიანი ტარიფები ხალხს, კომუნალური გადასახადები ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს გლდანშიც გააპროტესტეს. გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებსაც სასმელი წყალი 10 დღეში ერთხელ მიეწოდებათ. პარტიის ლიდერების განცხადებით, წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანას ეს პრობლემა არ უნდა აწუხებდეს. ტარიფები გაზარდეს. თბილისში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომუნალური ტარიფი, მათ შორის წყალზე. მოსახლეობა იძულებულია რომ გადაიხადოს ეს მაღალი ტარიფი. არა მარტო მოსახლეობა, ბიზნეს და კომერციული წყლის ფასი კიდევ უფრო გაცილებით მაღალია და ბოლო წლებში 4 ჯერ გაიზარდა. აი აქ მილებიც კი არა აქვს ხალხს იმისთვის, რომ წყალი მიიღოს, როცა ხალხს აქვს კანალიზაციის პრობლემა, აქვს უზარმაზარი პრობლემა უმუშევრობის, დაუსაქმებლობის, ვერ იხდიან ტარიფებს, ჩაჭრილი აქვთ ელექტროენერგია. წამოვიდეს აქეთკენ გლდანიდან დაინახოს თავისი ქვეყანა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. იმედი გვაქვს ამათ ინგასი და თარგამაძეში და სუყელასი. ძალიან გაგვიხარდა რომ გავიგეთ რომ ესენი მოდიოდნენ დღესა და წყალი რაც მთავარია. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად წყლის სათავე ნაგებობას დაათვალიერა, რომელიც დაზიანებულია და რის გამოც ხალხს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ქალაქების მშენებლობაზე, თავისთავად შენებაში რა თქმა უნდა ცუდი არაფერია, მაგრამ ფული თუ კი გააჩნია სახელმწიფოს, ან თუ კი საინვესტიციო რესურსი გაჩნდა ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოთ ეს ინფრასტრუქტურა, რომ არა კომპიუტერში, არამედ რეალურად ჩვენს არსებულ ქალაქებში, არსებულ სოფლებში და მათ შორის გლდანში ცხოვრებ მოსახლეობას 21 საუკუნის ქალაქში კონდეს წყალი. დღესვე ქრისტიან-დემოკრატები სოფელ გლდანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ნათელა კურტანიძეს ესტუმნენ და მისი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. სამართლიანი ტარიფები ხალხს, ქრისტიან-დემოკრატები მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ.